განცხადებას ავრცელებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეც. 31 მარტს ქართულმა ხალხმა უარი უთხრა საბჭოთა კავშირში ყოფნას, მის გავლენასა და დიქტატს. მან ხმა მისცა არა ბატონის შეცვლას ან უკეთეს მონობას, არამედ ყველასგან დამოუკიდებლობასა და თვითმყოფადობას. ქართველმა ერმა სრულად გადაიხადა თავისი ნების გამოვლენის მძიმე ფასი, განვლო ყველა ის რთული პროცესი, რაც სახელმწიფოებრიობის მოპოვებას დასჭირდა. სწორედ ამიტომ დღეს არავის აქვს უფლება კითხვის ნიშნის ან რისკის ქვეშ დააყენოს ჩვენი საერთო მონაპოვარი. არავის აქვს უფლება გაცვალოს ჩვენი დამოუკიდებლობა ახალ მონობაზე, ახალ ვასალობაზე, უცხო ქვეყნის გავლენასა და მათ ინტერესებზე, რაოდენ თვალის მომჭრელად არ უნდა ეჩვენებოდეთ რომელიმე უცხო ტომელზე დაქვემდებარება. ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეღუდეს. ზანაუფლების წყარო არის ხალხი, ხალხმა თქვა და გამოავლინა თავისი ნება, გამოავლინა 1991 წლის 31 მარტს და გამოავლინა 2024 წლის 26 ოქტომბერსაც, როდესაც ჩვენმა ოპონენტებმა ამარჩევნებს რეფერენდუმის შინაარსი შესწინეს. ჩვენ 70 წლის განმავლობაში ვიცხოვრეთ საბჭოთა იმპერიაში, რომელმაც თავისი დაღი დაასვა ჩვენს მენტალობას. ამის შედეგია, რომ სხვისი დროშების მოფრიალი ადამიანები კვლავ ეძებენ ფარვალს, ახალ ბატონს, ახალ ჰეგემონს, მამას და ქოლგას, რომელიც შეიფარებს, უპატრონებს, რისკებისგან დააზღვევს, აჯმევს და გაათფობს. მონობის ამ სურვილის მიღმა იმალება უმწიფრობა და ინფანტილიზმი. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენ უნდა გავიზარდოთ და ჩვენ გავიზარდეთ. ჩვენ ყველანი ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ერთად გადავწყვეტ, როგორ განვაგოთ საკუთარი სვებედი, ვინ გავიხადოთ მტრად და მოყვარეთ და რომელ ვარსკვლავს მივსდიოთ. ეს დღე ჩვენია, ყველა მოქალაქის, ვინც თავისი სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ირჩევს, ვინც მტკიცედ ვთქვით, რომ გვინდა ვმართოთ და არა გვმართონ, წერს შალვა პაპუაშვილი.